მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ხუჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ ასეთ გავრცელებულ პრობლემაზე ადამიანებში, როგორც არის ცხოვრებაში ჩაკეტილ წრეზე სიარული. როდესაც ცდილობ შენი ცხოვრება გააუმჯობესო, ასე ვთქვათ, შეძინო მას უფრო მეტი ხარისხი, მაგრამ გამოგდის ერთი და იგივე, ხო? აი, დადიხარ წრეზე, იმეორებ ერთსა და იმავე შეცდომებს, ღებულობ ერთ და იგივე გადაწყვეტილებებს და გეგონება ერთის მხრივ ძალიანაც გინდა შენი ცხოვრების გაუმჯობესება, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ რატომღაც ამ შედეგს ვერ აღწევ. სანამ ამაზე მოგიყვებოდეთ, გამოიწერეთ მანამდე ჩემი გვერდი, თუ არ გაქვთ გამოწერილი, იმიტომ რომ ამ გვერდზე უკვე დევს ძალიან ბევრი ვიდეო, რომელიც შეიცავს ბევრ პრაქტიკულ ჩვევას. შეგიძლიათ უბრალოდ წაიკითხოთ ვიდეოების სათაურები, ამოირჩიოთ თქვენთვის აქტუალური, ჩართოთ, ასე ვთქვათ, ესე თუ ის ვიდეო ფირი და მიყვეთ ჩემს რეკომენდაციებს იმისათვის, რომ მიიღოთ ძალიან მარტივი და ამავე დროს ქმედითი ხერხი საკუთარ ცხოვრების გაუმჯობესებას. მასშტაბად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ ჩვენი ცხოვრებაში ჩაკეტილი წრიდან, ხო? მოდით გავერკვეთ იმაში, თუ რისთვის მოძრაობს ადამიანი ჩაკეტილ წრეზე. პირველი მიზეზი ამისი, ერთობ შეფარული, ხო, არის ის, რომ ადამიანმა სადღაც, ოდესღაც წარსულში, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად აირჩია, ასე ვთქვათ, აი იმ რეალობის შენარჩუნება, რომელიც მან შექმნა. შესაძლებელია ეს რეალობა დისკომფორტულიც იყოს მისთვის, მაგრამ ამ რეალობაში არის მისთვის რაღაცა შეფარული, ესეთი, ასე ვთქვათ, სიკეთეები, რაღაცა შედეგს აღწევს, მოკლედ, აი ამ ჩაკეტილ წრეზე სიარულით და შესაბამისად ეს ჩაკეტილ წრეზე სიარული პრობლემა კი არის მისთვის, ეს არის მისი ქვეცნობიერი სურვილების განხორციელების ინსტრუმენტი. და პირველი გზა, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში, ხო, პირველი ხერხი არის ის, რომ როდესაც თუ ვართ აი ამ სიტუაციაში, როდესაც დავდივარ ჩაკეტილ წრეზე, დავუსვათ საკუთარ თავს ეს საინტერესო შეკითხვა. აი, ეს სიტუაცია, ეს ჩაკეტილ წრეზე სიარული ცხოვრებაში, ხო, ეს ერთი და იგივე განმეორებადი სცენარი, რომ იყოს რაღაცა მნიშვნელოვანის მიღწევის ინსტრუმენტი, აი, რისი მიღწევის ინსტრუმენტი იქნებოდა. და კითხეთ ეს საკუთარ თავს დღეს, ხვალ, ზეგ და რაღაცა დროის განმავლობაში, ასე ვთქვათ, პასუხს აუცილებლად მიიღებთ, მაგრამ ჩვენ გონებას აქვს ძალიან საინტერესო თვისება. თუ დავსვით შეკითხვა, მაგრამ ამ შეკითხვაზე ადეკვატური პასუხი ვერ ვნახეთ, ჩვენი გონება ვერ იტანს დაუსრულებელ მოქმედებებს და ჩვენი ქვეცნობიერი აგრძელებს ამ შეკითხვაზე პასუხის ძიებას, მაშინაც კი, როდესაც გძინავს ღამე. რაღაცა მომენტში უცებ, ასე ვთქვათ, გაგინათდება გონება და ჩაწვდებით აი იმ მიზანს, თქვენს გაუცნობიერებელ მიზანს, ხო, რომელსაც ემსახურება ზუსტად ეს ჩაკეტილ წრეზე სიარული. ეს ერთი. მეორე მომენტი, მეორე მიზეზი, რატო შეიძლება დავდიოდეთ ჩაკეტილ წრეზე, ეს არის ის, რომ ადამიანი ვერ ახერხებს იმ მომენტის ამოცნობას, რომელიც არის აი ამ ჩაკეტილი წრიდან გასასვლელი ზუსტად, ხო? აი წარმოვიდგინეთ, რომ აი ამ ჩაკეტილ წრეზე არის რაღაცა წერტილებში გასასვლელები, როცა შეიძლება ეს სიტუაცია შეწყვიტო და, ასე ვთქვათ, დაძრა შენი ცხოვრება უკეთესობისკენ. მაგრამ ადამიანი იქცევა ისე, თითქოს, ასე ვთქვათ, ეს გამოსავალი არ არსებობს. ანუ ქმნის გამოსავალის არარსებობის ილუზიას. შესაბამისად, აქ საქმე არის მის რწმენა წარმოდგენებში. იმაში თუ რისი სჯერა აი ამ სიტუაციის შესახებ. თუ მას სჯერა, რომ სულ იქნება ამ სიტუაციაში, თუ მას სჯერა, რომ ამ სიტუაციიდან ნორმალური, ადეკვატური გამოსავალი არ არსებობს, ამ შემთხვევაში მისი ქვეცნობიერი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ, ასე ვთქვათ, გაამართლოს ეს მისი რწმენები. რატო? იმიტომ რომ ჩვენ twins ცალფეხზე კიდია ბოდიში გამოთქმაზე, ჭეშმარიტება ჩვენ ქვეცნობიერს უნდა რომ იყოს მართალი და არა აქვს მნიშვნელობა რისი გჯერა, ჩვენ ქვეცნობიერი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ზუსტად ის გამართლდეს, რისიც გჯერა და თუ გჯერა რომ აქედან გამოსავალი არ არსებობს, შესაბამისად, მაშინ შენი ქვეცნობიერი დაამახინჯებს აღქმას ისე რომ შენ ვერ შეამჩნიო ელემენტარულად ის ხელსაყრელი მომენტები, სადაც შეგიძლია ამ ჩაკეტილი წრიდან გამოხვიდე.
თუ ძნელი დასაჯერებელია ეს ამბავი, როგორ შეიძლება ახლა მე რო აღმოჩნდა სიტუაციაში, სადაც გამოსავალი იყოს და როგორ ვერ შევამჩნევ, დებილი ხო არ ვარ. გაიხსენეთ ნებისმიერი სიტუაცია, როდესაც მობილურ ტელეფონს ეძებთ, დადიხართ სახლში, მაგალითად, ან სამსახურში და 45 ჯერ ჩაუვარეთ ზუსტად იმ ადგილს, სადაც ეს მობილური ტელეფონი დევს აი ესე ცხვირწინ. სანამ ვიღაცამ არ დარეკზეთ და ასე ვთქვათ, ხმით არ იპოვეთ, რომ თურმე აგერ ყოფილა ყველაზე გამოსაჩენ ადგილას. ჩვენს ტვინს აქვს უნარი, რომ შექმნას მატერიალური ნივთების არარსებობის галлюცინაცია, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ, რა შეიძლება დამართოს რაღაცა აბსტრაქტულ პოტენციურ სიტუაციებს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებს, რომელიც შეიძლება ასე თვალსაჩინოთ მაგიდაზე არ გიდევს თვირწინ, ხო? და ამოსაცნობია კიდე. ამიტომ იმ შემთხვევაში თუ ვართ აი ესეთ ჩაკეტილ წრეზე დავდივართ, მეორე მნიშვნელოვანი მომენტი არის იმ იდეის დაშვება, რომ ამ სიტუაციიდან შეიძლება იყოს გამოსავალი. და აი აქ ძალიან სასარგებლო იქნება სავარჯიშო, რომელზეც ვისაუბრე ერთ-ერთ ვიდეოში, რომელსაც ქვია ამ გვერდზე დევს ეს ვიდეო, რომელსაც ქვია როგორ ვიპოვოთ გამოსავალი გამოუვალი სიტუაციიდან, თუ რთული სიტუაციიდან, აი რაღაცა ესეთი. ნახეთ აუცილებლად ეს ვიდეო და ამ შემთხვევაში თქვენი ტვინი სულ სხვანაირად ამუშავდება და აუცილებლად ან იპოვის აი ამ ჩაკეტილი წრიდან გასასვლელ კარებს, ასე ვთქვათ, ხო, ნაპრალს. ან თუ არ არსებობს ობიექტურად, შექმნის, ხო? თქვენ თვითონ შექმნით ამ გამოსავალს. და მესამე ვარიანტი, რატო შეიძლება დავდიოდეთ ჩაკეტილ წრეზე, მესამე მიზეზი, ეს არის ის, რომ შესანიშნავად ვიცი, რა წერტილებშია ის სიტუაციები, სადაც უნდა გადავდგა ნაბიჯი, სადაც ცოტა სხვა გადაწყვეტილება უნდა მივიღო, ხო? იმიტომ რომ ჩაკეტილ წრეზე რო ვიარო, სულ ერთი და იგივე გადაწყვეტილებები უნდა მივიღო საკვანძო მომენტებში. და ამისთვის აზროვნება საერთოდ არ მჭირდება, მეხსიერება მჭირდება, უბრალოდ უნდა გავიხსენო რა გადაწყვეტილება, როგორ ვიქცეოდი, ასე ვთქვათ, წინა შემთხვევაში და გავაკეთო ზუსტად იგივე. ხანდახან არის ხოლმე, რომ ზუსტად იცი საით არის, ესე ვთქვათ, ეფექტური გამოსავალი, აი რა მიმართულებით წასვლა იქნება შედეგიანი, მაგრამ არ ყოფნის შინაგანი რესურსი, ან ხასიათის რაღაცა თვისება, ან კომპეტენცია, ან ცოდნა, ან უნარი. მოკლედ, თვლი რომ შენ ეს არ შეგიძლია, ვერ შეძლებ, არ გამოგივა. და აქ შეიძლება იყოს ორი მომენტი. ან შეიძლება ობიექტურად არ ხარ მზად, იმიტომ რომ არ გაქვს გარკვეული უნარები და ეს უნარები შეძენადია, ისევე როგორც ყველა დანარჩენი უნარი. ან გაქვს უნარები, მაგრამ ასე ვთქვათ, თავდაჯერებულობა არ ყოფნის. ესეც ძალიან მარტივად დაძლევადი ამბავია, ხო? ჩვენ ვიცით მაგალითად, რომ იმისთვის რომ შევქმნათ თავდაჯერებულობის მდგომარეობა გარკვეულ სიტუაციაში, საკმარისია ფიზიკურად სხეულს მივცეთ თავდაჯერებული ადამიანის ფორმა, აი დავდგეთ თავდაჯერებულად ან დავждეთ თავდაჯერებულად და ტაიმერი დავაყენოთ წამზომი ზუსტად 2 წუთის განმავლობაში. 2 წუთის შემდეგ ჩვენი ტვინი, ასე ვთქვათ, გაფილტრავს ჰორმონალურ ფონს და ლიდერობის ჰორმონები წავა ზემოთ, შესაბამისად ლიდერული მდგომარეობა ჩვენში მოიმატებს და შიშის ჰორმონები, ანუ კორტიზოლი წავა ქვემოთ. და შესაბამისად შემდეგ შეგვიძლია პირდაპირ შევიდეთ იმ სიტუაციაში, სადაც გვჭირდება მეტი თავდაჯერებულობა. აი ეს სამი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს იმას, თუ რატო დავდივარ ჩაკეტილ წრეზე და ამ სამ ფაქტორშივეა გასაღები, როგორ შეიძლება აქედან გამოვიდეთ. თუ გაქვთ ცხოვრებაში ესეთი, ასე ვთქვათ, სცენარი, ერთ და იგივე მეორდება, გეპატიჟებით ჩემს შეუზღუდავი მიღწევების მარათონში, 21 დღიან პროგრამაში, რომელიც აი აქ Facebook-ში დახურულ ჯგუფში ჩატარდება. ბმულს რო დასრულდება ეს ჩვენი ეთერი, ხო? ბმულს აუცილებლად დავდებ, ასე ვთქვათ, ვიდეოს აღწერის ქვეშ მეორე სტრიქონად. შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ და თუ ეს არის თქვენი შემთხვევა, ასე ვთქვათ, შეგიძლიათ მარტივად აითვისოთ ის ხელსაწყოები, სააზროვნო ხელსაწყოები, ფსიქოლოგიური ხელსაწყოები, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, აი ამ ჩაკეტილი წრედან უბრალოდ კი არ გახვიდეთ, ხო? შექმნათ სულ სხვა ცხოვრების ხარისხი, ასე ვთქვათ, ხო, სულ სხვა დონის და სულ სხვა ასე ვთქვათ, მიმზიდველობის. კი, მარათონი ფასიანია, მაგრამ რაღაც კატასტროფა ფასები არ არის, როგორც არის ხოლმე რაღაც საშინელება. აბსოლუტურად ხელმისაწვდომია.
მოგცემთ, დავდებთ მულს და გადადით და პროგრამაც იქ არის დაწვრილებით ყველა შეიძლება ყურადღებით წაიკითხეთ. იქ არის მათ შორის მითითებული ის, ვისთვის შეიძლება, ვისთვის არ შეიძლება მარათონში მონაწილეობა, ხო? კონკრეტულად რას მიიღებთ, როგორი პროგრამაა, რას აითვისებთ და რა ფორმატში მუშაობთ. ასე და ამგვარად შემოკარგებო, მინდა გისურვოთ გააზრებული სასიამოვნო შედეგიანი მუშაობა საკუთარ თავზე და მომავალ შეხვედრამდე. ხო, შეგახსენოთ მინდა ხვალე თბილისის დროით 9 საათზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ტიპის ბარიერები არსებობს ჩვენში, რომელიც გვიშლის ხელს შევცვალოთ უკეთესობისკენ ჩვენი ცხოვრება, როგორ ყალიბდება ეს ბარიერები და ასე ვთქვათ, რა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ აღმოვაჩინეთ საკუთარ თავში ესეთი ფინთი რამე რუმეები. აბა გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.